იმერეთში თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში ქართველი მწერლისა და დრამატურგის დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმი საქართველოს კულტურის მინისტრი მოადგილესთან ერთად ესწრებოდა. დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმის სავალალო მდგომარეობაშია და მას ბოლო 20 წელია რემონტი არ ჩატარებია. გურამ მოდიშარია მუზეუმის თანამშრომლებთან საუბრისას არსებული პრობლემები მოისმინა. დავდივართ ხოლმე რეგიონებში, ასე ვთქვათ, ხშირად და არ ქონდა უფლება რომ არ მოსულიყავით, იმიტომ რომ გვენახა ჩვენი თვალით ყველაფერი და ის რაც პრობლემებია მოსაგვარებელი, მუნიციპალიტეტი შეძლებს დაგვარად მიხედავს ხოლმე და ვიცით რომ ყურადღებას არ აკლებს, მაგრამ სხვა ყურადღებაც სჭირდება უფრო მეტი და ამიტომ მათ ვართ აქ რომ ყველაფერი ეს ვნახოთ ჩვენი თვალით და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის რომ აქ მომსვლელმა უფრო შეიგრძნოს ის დრო, რომელ დროშიც მოღვაწეობდა დავით კლდიაშვილი